არც ვერ და იგივე პოზიციაზე ვიყავით და ყველა მიცოდა რომ ჩვენ თავის დროზე იმიტომ ვაკრიტიკებთ ოპოზიციას რომ მათ არაფერი არ უნდათ და ის არ იყო გამარჯვების გზა. ჩვენ ახლობლად ვართ იმით. მე მინდა რომ კონდეს ბერკეტი, რითაც ივანიშვილს შევევაჭრები ძალაუფლების ან მისი ნაწილის დასათმობად და ზოგადად არ მინდა რომ ვიღაცის ხელში ერთპიროვნული მმართველობა იყოს. ამიტომ ვცდილობ პასუხი კითხვაზე, როგორ ჩავანაცვლოთ ერთპიროვნული მმართველობა და პრობლემა მაქვს ის რომ ყველა ჩემი კოლეგა, ესე რომ ვთქვა 4-5-25-დან ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. ისინი არ ცდილობენ ერთპიროვნული მმართველობის დაშლას, ისინი ცდილობენ როგორ აღმოჩნდნენ თვითონ ის ერთპიროვნული მმართველები და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მართლა იმაზე, რომ არა რომ თუ როგორ დავამხოთ ბიძინა, არამედ როგორ დავშალოთ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის სისტემა, იმიტომ რომ ბიძინას დამხობა არის ერთი ამბავი, მაგრამ ის არ იქნება პანაცეა, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ ერთი ახალი მმართველი მოვიდეს. ამიტომ ქართველი ხალხი ამას უყურებს ჩემი აზრით ინსტინქტების დონეზე, რომ თუ შენ არ თავაზობ რეცეპტს როგორ თავდება ერთპიროვნული მმართველობა, ის არ გამთავრებინებს ბიძინას. და მე მინდა რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ეგ გაიაზროს, რომ ბიძინასი ერთპიროვნული მმართველობის გზა არის, დამთავრების გზა არის ალტერნატივის შეთავაზება, სადაც ერთპიროვნული მმართველი არ იქნება და არ იქნება შურიზიება და ხონების თავიდან გადანაწილება და ასე შემდეგ.